I'm German homelos. I drink coffee and I know things. 25 ეპიზოდის სიტყვა არის გონვლა. გონსვლა. გონეული. 25 სიტყვა უბრალოდ სიტყვა და ადამიანთა კატეგორია არა. ეს არის პირველ რიგში ზმნა. ნამდვილად გაგვიჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, რამდენადაც მე ვაკვირდები და ძალიან ბევრს ვაკვირდები, რომელიც გონვეულივით აზროვნებს და კიდევ უფრო იშვიათად იქცევა. ასეთი ადამიანები ზედმეტად ცოტანი არიან. გონვლა და ის, ვინც ამას აკეთებს, გონვეული რაღაცით მოგვაგონებს ვუდინარსაც, მსგავსება ინტელექტის ერთი და იმავე დონეს უფრო ეხება. ცნობის მოყვარეობის უნარის გამო ორივემ უმაღლეს დონემდე განევითარა ფიქრისა და გონებრივი ხედვის უნარი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გონვეული არის ვუდინარის საუკეთესო ვერსია. ვუდინარი, ასე ვთქვათ, HD ხარისხში. გონვეული არის ადამიანი, რომელიც იმდენად კარგადაა გარკვეული ცხოვრებაში და ადამიანად ყოფნაში, რომ მისი გაღიზიანება უკვე შეუძლებელი ხდება. ეს კრებული ამ ყველაფრისა, რომ წყენას აღარ იდებს გულში, აღარ სურს შურისძიება, აღარ ჩადის ბოროტებას გამიზნულად და აღარ ღელავს მიწიერ პრობლემებზე, საკითხებზე და ხვალინდელ დღეზე, ეს გასაგებია, ეს სიმშვიდე ვუდინარსაც აქვს და მას რითია უკეთესი გონვეული მასზე. გონვეული იმდენად გონიერია, რომ ყველაფერს, რაც ხდება ცხოვრებაში, უყურებს როგორც თამაშს, აუცილებლობას, გარდაუვალობას და გაკვეთილს. რაღაც რომ აწუხებს, აღიზიანებს, ტკივა, რაღაც უნდა და არ აქვს, პრობლემას ვერ აგვარებს, სამსახური არ მოსწონს, სახლში რემონტი უნდა და ვერ აკეთებს, ასეთ რამეებზე კი აღარ ღელავს და სასოწარკვეთილებაში კი არ ვარდება. ეს რატომ მემართებაო? არა. თვლის, რომ ყოველივე ეს იმიტომ არის ასე, რომ ასე უნდა იყოს. ახლა ასეა საჭიროო. ყველაფერს თავისი დრო აქვსო. მეორეს მხრივ, უბრალოდ კი არ ეგუება იმას, რომ რაღაცები ისე არაა, როგორც მას სურს, რომ იყოს, არამედ ამ მდგომარეობაში რაღაც სასიამოვნოს ეძებს და უკვე თამაშში ერთვება. არ აქვს მანქანა, რომელიც უნდა, ოთახში ავეჯი მოძველდა და ვერ ყიდულობს. ან სულაც ერთი ოთახი აქვს მხოლოდ, ანდაც ქოხში ცხოვრობს, კი არ წუწუნებს ღმერთო, რატომ მეტი არ მომეციო და მოღოშული კი არ დადის, არამედ ამაშიც რაღაც რომანტიკულს ხედავს. შვიდადაა და ნელ-ნელა აუღელებლად ცდილობს ყველაფრის გაუმჯობესებისკენ და უკეთესობისკენ შეცვლას. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, აღარ ჩერდება ყოველ ძაღლთან, რომელმაც გავლისას დაუღება, იმის გამო რომ გითხოს, რატომ დამიყეფე, რა დაგიშავეო. დაიყეფა, მერე რა, წარსულშია უკვე, გაიარა. სამსახური არ მოსწონს, მაგრამ იცის, რომ იქ სამუდამოდ არ მოუწევს ყოფნა და სანამ იქნება და იმუშავებს, საუკეთესო უნდა იყოს. ტვირთის გადატანა ევალება საწყობიდან მანქანაში, ცდილობს, რომ პატიოსნად და მოწესრიგებულად აკეთოს ეს საქმე. ბაღში ბუჩქების გაგრეჭვა ევალება, ცდილობს, რომ საუკეთესოდ გააკეთოს ეს საქმე. აღარ წუწუნებს და აღარ უკმაყოფილობს. სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, სიცოცხლით ბოლომდე ტკბება.